საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ აჭარაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებსა და სამედიცინო პერსონალს ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა მიაწოდა. გეგმიურ და გადაუბდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, ასევე ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას საყოველთაო დაზღვევა 1 ივლისიდან აფინანსებს. გათვალისწინებულია გეგმიური ქირურგიული მომსახურება და მშობიარობასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურებაც. მოსახლეობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში დოკუმენტაციის ჩაბარება სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად მელიქიშვილის 102 B ნომერში საზღვაო ჰოსპიტალის შენობაში შეეძლება. პროგრამის ფარგლებში მომსახურება სტაციონარულად 450 პაციენტს, ამბულატორიულად 1000 პაციენტს. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ტექნიკური სირთულეები, რომლებიც ყველაფერი ახლის დაწყებას ახლავს, ასე ვთქვათ, მჭიდრო ურთიერთობაში სოციალურ სააგენტოსთან ილახება. მიმდინარეობს შეხვედრები რეგიონებში, რათა ექიმებს უფრო დეტალურად გავაცნოთ ის პროგრამა, რომელიც ხორციელდება. უცხადია ასეთი პროგრამის გახორციელების დროს, რომელიც ეხება 2 მილიონ ადამიანს, წარმოიშვა გარკვეული შეკითხვები, ტექნიკური ხასიათის შეკითხვებზეა საუბარი და საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს. ჩვენ მსგავსი შეხვედრების ფორმატში სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებთან და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის მენეჯერებთან ვიხილავთ დეტალურად პროგრამის ადმინისტრირების საკითხებს და ასევე იმ ყველა შეკითხვას, რომელიც შეიძლება იყოს გაჩენილი პროგრამასთან მიმართებაში.